თბილისის ბიუჯეტი ისევ დაპირისპირების მიზეზია. თუ ბიუჯეტის პროექტი სამჯერ ჩავარდება კანონით, საკრებულო უნდა დაიშალოს და ფედერალური მმართველობა უნდა შეიქმნას. ამის შესახებ დღეს განცხადებას ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა აკეთებს. ოპოზიცია ამბობს, რომ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას უმრავლესობა არ აპირებს, რაც კრიზისს შექმნის. ოპონენტების ბრალდებებს მერის და ნაციონალური მოძრაობის ერთობლივი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აფასებს მმართველი გუნდი. რა ხდება საკრებულოში, ამას ნინო გომართელი გეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგორდება. ნინო, დეტალებს ველოდებით შეგან. დღეს დილიდან დედაქალაქის საკრებულოში ისმის ურთიერთბრალდებები და კეთდება სპეციალური განცხადებები. პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გამართეს სპეციალური ბრიფინგი და თქვეს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ საკრებულოს უმრავლესობა გეგმავს, რომ მდგომარეობა მიიყვანოს იმ კრიტიკულ სიტუაციამდე, როდესაც ამოქმედდება კანონის ის ეპიზოდი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს უფლებამოსილებას დაითხოვოს საკრებულო და ამასთანავე დედაქალაქის მერია მელის მოვალეობის შემსრულებელი. ასეთ სიტუაციას კი განსაზღვრავს კანონი, რომელიც უშვებს ასეთ სიტუაციას და ასეთ შემთხვევას იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო 3 თვის განმავლობაში სამჯერ განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და არ დაამტკიცებს. ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ საკრებულოს უმრავლესობა არაკომპეტენტურად უდგება ამ საკითხს, ისინი მისდამიმართულად ცდილობენ, რომ გაწელონ სიტუაცია. ამასთანავე უმცირესობა და ნაციონალური მოძრაობა ამბობს იმას, რომ როდესაც საუბარია თითქოს არის საკმარისი 60 მილიონი, რომელიც არსებობს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში სხვადასხვა პროექტების განხორციელებისთვის, ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ ეს არის არაკომპეტენტური მიდგომა, რადგანაც ყველა პროექტებს ეს თანხა არ ყოფნის. ინფორმაცია, რომ ზოგადად ირაკლი შიხიაშვილი და ქართული ოცნების დეპუტატები უმრავლესობაში ზოგადად არ აპირებენ ბიუჯეტის დამტკიცებას. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ კანონის შესაბამისად შემდგომ თუ ბიუჯეტი სამჯერ არ დამტკიცდა, შესაძლებელია მოხდეს საკრებულოს დაშლა, შემოღებულ იქნას ფედერალური მმართველობა და ამის მიზანი არის ერთადერთი, რომ დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ ირაკლი შიხიაშვილმა მოახდინოს დედაქალაქის მერიაში ხელისუფლების უზურპაცია და რამოდენიმე თვით ადრე არჩევნებამდე ხელში ჩაიგდოს დედაქალაქში ძალაუფლება. ეს არის, მე ვფიქრობ, ეს არის მხოლოდ მიუღებელი. ისტორიკოსი ბატონი სამუშია ძალიან შვიდის სახით ამცნობს თბილისელებს, რომ თურმე თბილისის ბიუჯეტი საჭირო არ არის და ძალიან ბევრ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს საზოგადოებაში. მინდა მათ შევახსენოს საბიუჯეტო კოდექსის 78 მუხლის მე-7 პუნქტი. ვთხოვ, რომ გაეცნონ, სადაც აშკარად მითითებულია, რომ თვითონ პრიორიტეტზე ყოველთურად გაიცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო ასიგნებების 1/12. აქ საუბარია პრიორიტეტებზე, პროგრამებზე და არა მთლიან თანხაზე. საკრებულოს უმრავლესობის წევრები არ იძლევიან კონკრეტულ პასუხს კითხვაზე, რეალურია თუ არა საფრთხე, რომ 3 თვის განმავლობაში თბილისის ბიუჯეტი ვერ დამტკიცდეს, თუმცა უმრავლესობაში განმარტავენ, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი ბიუჯეტის პროექტს. ისინი მერიისგან ელოდებიან კონკრეტულ წინადადებებს, ელოდებიან უფრო დეტალურ ინფორმაციას და ბიუჯეტის დეტალურ პროექტს, რადგანაც მმართველი გუნდი საკრებულოში ამბობს, რომ მაშინ, როდესაც კეჭისყრაზე დადგა ბიუჯეტის პროექტი, ის გაუმჭირვალე არ იყო. არ შეიძლება ეს პრიორიტეტული თემა ბიუჯეტის მხოლოდ არ გიძლოდათ ბატონებო მეთოდი ნაციონალურ მოძრაობას მინდა მიმართო და ამ მეთოდებით გაგრძელება აღარ შეიძლება, იმიტომ რომ უკვე ჩვენ ვითხოვთ გამჭვირვალეობას როგორც მერის, ასევე ყველა იმ სტრუქტურის მიმართ, რომელიც მერიაშია, მობრძანდით საკრებულოში, ოღონდ მომზადებულები მობრძანდით ქალაქის მერიის მთავრობას მიმართავ, ყველაფერი იყოს ჩაშლილი ბიუჯეტში, ვიცოდეთ რა, რომელი თეთრი, რომელი კაპიკი სად მიდის, ვინაიდან ჩვენ აღარ დაუშვებთ ისეთი ბიუჯეტის მიღებას თბილისის საკრებულოში, რომელსაც იღებდა ნაციონალური მოძრაობა წლების მანძილზე და რომელი ბიუჯეტიც იყო არა თბილისის ბიუჯეტი, მე ხაზი მინდა გავუსვა, არამედ იყო ნაციონალური მოძრაობის პარტიული ბიუჯეტი. მერიაში გამოიწვია ავიცი შოკამდე მისული გაუგებრობა, იმიტომ რომ როდესაც მიჩვეული ხარ, რომ რაც არ უნდა წარადგინო, ხშირად ასეც მოკრებულიც იგი წინააღმდეგობას არ ხვდება საკრებულოში და ბოლოს იქცევა წესად და კანონად, ასეთ ტიპის გადაწყვეტილება ერთგვარ მოულოდნელობას ქმნის. მერიას მოუწევს, რომ გარკვეული ადაპტაცია მოახდინოს თბილისის საკრებულოში შექმნილ ახალ რეალობას. მან კონკრეტული შემოთავაზებები, კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული პასუხები უნდა გასცეს საკრებულოს მხრიდან იმ მიზეზებსა და კითხვებს, რომლის გამოც ჩავარდნილი იქნა 29 დეკემბერს თბილისის ბიუჯეტი.
დედაქალაქის მერიამ ჯერ კიდევ გუშინ მიმართა ღია წერილი თბილისის საკრებულოს და განმარტა, რომ თანხა, რომელიც არის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მისთვის გათვალისწინებული, არასაკმარისია ყველა პროექტის სრულად შესასრულებლად. დღეს კიდევ ერთხელ კეთდება განცხადებები მერის მოვალეობის შემსრულებლის და ასევე მისი მოადგილის მხრიდან. ისინი კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ თანხა არის არასაკმარისი, თუმცა სერგეი უგრეხელიძე ამასთანავე დღეს კიდევ ერთხელ საუბრობს იმაზე, რომ არ არის კომუნიკაცია დედაქალაქის საკრებულოსა და მერიას შორის, რაც ბიუჯეტის დამტკიცებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ჩვენ არ ვიცით რა გეგმები აქვს თბილისის საკრებულოს უმრავლესობას ან რა დავალება აქვს მათ მიღებული, ვინაიდან ისინი არ გვეხმაურებიან, არ მოდიან კონსულტაციებზე და არავითარი ახალი წერილობითი შეტყობინება იმის თაობაზე რა პრეტენზიები აქვს ბიუჯეტთან ჩვენ არ მიგვიღია. ამის გარეშე კი ჩვენ ვერ ვისჯერებთ და ვერ გავასწორებთ ვერანაირად მათი სურვილის მიხედვით ბიუჯეტს. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ მათ აქვს გაგიქმნილი ჩააგდონ ბიუჯეტი კიდევ ერთხელ და შეიძლება კიდევ მესამედაც ძალიან უცნაურია თბილისის მერის ცდელობა დამტკიცებული იქნას თბილისის ბიუჯეტი მიიჩნიო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟად, თუმცა მათ ამ განცხადებასაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საფუძვლად უდევს კანონის არცოდნა, კანონის არასწორი განმარტება და მათ წარმოდგენა არ აქვთ რა რაოდენობის თანხების ხარჯვა შეუძლია თბილისის მერიას თითოეული პროგრამის მიხედვით. ისინი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ გონიათ, რომ 60 მილიონი ლარის ხარჯვა თბილისის მერიას შეუძლია თავის შეხედულებისამებრ, რაც ასე არ არის და რაც ძალიან მარტივი შეცდომა, რასაც ისინი ან შეგნებულად აკეთებენ, ან არცოდნით მოდით. კიდევ ერთხელ მოუწოდოთ საკრებულოს უმრავლესობას, რომ დავიწყოთ ამ საკითხზე საუბარი, განვაახლოთ ამ საკითხზე შეხვედრები და ვეცადოთ, რომ მათ შეიძლება სწრაფად მივიღოთ თბილისის ბიუჯეტი. დედაქალაქის საკრებულო 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს კენჭისყრაზე თვის ბოლოს უკვე ხელმეორედ დააყენებს, თუმცა მხარეები თანხმდებიან, რომ ამ დრომდე აუცილებელია კონსულტაციები, როგორც ერთმანეთში საკრებულოს წევრებს შორის, ასევე დედაქალაქის მერიასთან. მადლობთ, ეს იყო ნინო გომართელი და ჩართო თბილისის საკრებულოდან.